კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული. გამარჯობა უსმენთ იმედს და ახლა საერთო საკუთრებაზე მოგიყვებით და თქვენთვის მნიშვნელოვან დეტალებს გაგაცნობთ. იცით, რომ საკუთრების უფლება დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ერთსა და იმავე ნივთს შეიძლება ჰყავდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე მესაკუთრე. ასეთ მესაკუთრეებს ეწოდებათ თანამესაკუთრეები, ხოლო საკუთრებას თანასაკუთრება. ამ შემთხვევაში პირებს კონკრეტულ ნივთზე აქვთ საერთო უფლება და მართვის სადავეები. საერთო საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. მაგალითად, ორმა პირმა მემკვიდრეობით მიიღო ერთი ბინა. ისინი იქნებიან ამ ბინის თანამესაკუთრეები, ხოლო თუ ორმა პირმა იქირავა ერთი ბინა, ისინი იქნებიან ამ ბინის თანამფლობელები. საერთო საკუთრების მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თავი საზიარო უფლებების შესახებ. ამავდროულად კანონით გათვალისწინებულია სპეციალური წესებიც, მაგალითად, მეუღლეთა თანაზიარი ქონების ან მემკვიდრეების თანაზიარი ქონების შესახებ. კანონი ბინად მესაკუთრეების შესახებ და სხვა. რა არის მეუღლეთა თანასაკუთრება? მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თანასაკუთრებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. რაც შეეხება მემკვიდრეთა თანასაკუთრებას, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. თითოეულ თანამესაკუთრეს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო შეუძლია მესამე პირებს მოთხოვნები წარუდგინოს. თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის ინტერესის გათვალისწინებით. საერთო საკუთრება თავის მხრივ ორი სახისაა: თანაზიარი და წილადი. საერთო თანაზიარი არის საკუთრება, რომლის თანამესაკუთრეებს შორის თითოეულის კუთვნილი წილი განსაზღვრული არაა, ანუ ისინი ამ ნივთს როგორც თანასაკუთრებას მთლიანად ფლობენ. სწორედ ეს განასხვავებს მისგან საერთო წილად საკუთრებას, რომლის შემადგენლობაშიც თითოეული თანამესაკუთრის წილი წინასწარვე არის განსაზღვრული. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისთვის. მაგალითად, დაგირავდეს საერთო საკუთრება. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს თანაბრად ეკისრება, თუ კანონით ან მათ შორის არსებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასევე შესაძლებელია, რომ მხარეთა შეთანხმებით საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება იყოს განსაზღვრული. ვიცოდეთ მეტი და ვიყოთ დაცული. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი მარიამ ჭილაშვილი. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული.